ჩამოვედით მრავალძალში, ეხა შევალთ მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც თარიღდება მე-11 საუკუნით. საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები რაჭაზე და რაჭის მთებზე. ესე გამოიყურება სადაც შაჰაბაზის ახმალი და თემურლენგის მუზარადი ინახებოდა თავის დროზე. მეგობრებო, ესეთი ლამაზი ხედი იშლება მრავალძალიდან. ულამაზესი ხედი იშლება მრავალძალიდან. მეგობრებო, დავიწყე მსვლელობა უკვე ჭოლევის ტბისკენ. ეს იცით რომელი ტბა არის? ეგრეთ წოდებული სიყვარულის ტბას რო ეძახიან. დაბლიდან რო შეხედო ტბას, ჭაობი გეგონება. მაგრამ თუ ახვალ ჭოლევის ქედზე და ქედიდან გადმოხედავ ტბას, აქვს გულის ფორმა. რაჭაში ვიმყოფები და ვინც მრავალძალში ამოხვალთ, აუცილებლად ესტუმრეთ ჭოლევის ტბას. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ჭაობია და არ არის ლამაზი. ცოტა ხანი რომ გაჩერდებით ტბასთან და დააკვირდებით, ნახავთ რაოდენ ლამაზი არის. როდესაც განსაკუთრებულად იმ მომენტში, როდესაც ხანზე არის ხანღრუბელი. აი ამ მომენტში არის ძალიან ლამაზი. და თუ ეხა ჭოლევის ქედზე ახვალთ და იქიდან გადმოხედავთ, გარანტიას გაძლევთ 100%, რომ გულის ფორმას დაინახავთ. აი მეგობრებო, წინ თოვლები რო არის. აი იქ მივდივარ. აი ამას ეძახიან ჭოლევის ქედს. აი სწორედ იქ მივდივარ ეხლა. აი სწორედ მად მივდივარ ეხლა. ესეთი ტყის გავლა გიწევთ ძალიან პატარა მანძილის, რომ მოხვდეთ ჭოლევის ტბაზე. ეხლა ამას გავივლი და ეგრევე მივადგები ჭოლევის ტბას და ჭოლევის ქედს. ვისაც რაღაცაი განსხვავებული გინდათ, ან ოჯახთან ერთად, ან შეყვარებულთან ერთად, რაჭაში რო იქნებით, ამოდით აქ აუცილებლად. აი ამ პატარ-პატარა ტალახებმა არ შეგაშინოთ, ამიჯერეთ ძალიან მაგრად დაისვენებთ აქ სულიერად. აი მეგობრებო, ჭოლევის ტბა! აი ეს არის ჭოლევის ქედი ზევით.
ჭოლევის ტბა. ჭოლევის ქედი. ავტობუსით ავდივართ გონაში. ავტობუსით არა. გავიხსენეთ ახალგაზრდობა. ამოვედით გონაში. ეხლა მივდივართ ჭიუხების მასივის სანახავად. ამინდი გვაქვს არაჩვეულებრივი და მზის ჩასვლის მომენტში ვართ მოსულები რა. მეგობრებო, ვართ გონაში. აი ცნობილი ჭიუხების მასივი. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. აი მზის ჩასვლის პროცესში ვარ ამოსული ეხლა რა. ნახეთ. მეგობრებო, ჩამოვედი ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ლუხუნისა და რიონის შესართავთან. ძალიან ლამაზად გამოიყურება. ბოლოს რო ვიყავი ტაძარში, რუსული კანკელი ამშვენებდა ტაძარს. ნახოთ აბა ეხლა როგორი ვითარება არის, იმედია ქართული კანკელით გაალამაზეს ტაძარი. აი მეგობრებო, ნახეთ როგორ გამოიყურება დიდებულად. ძალიან მაინტერესებს ახლა შიგნით რო შევიდე. ადრე როგორც აღნიშნე რუსული კანკელი იყო და ნუ ეს ვერც გაამტყუნებ, იმიტომ რომ ეგზარქოსების პერიოდში რაჭა ძალიან დაზარალდა. რაჭის ეკლესიები ძალიან დაზარალდა. ერთადერთი ეკლესია, რომელსაც ხელი არ შეახეს, იყო ნიკორწმინდა. ეკლესია ააგო რაჭის ერისთავმა რატი ლიპარტიძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო ბარაკონი. აი დღეს ესე გამოიყურება. ეხლა შევიდეთ შიგნით და შიგნიდანაც დაგათვალიერებინეთ. ბევრი თქვენთაგანი არის აქ ნამყოფი, ბევრიც არ არის. დიდებულად გამოიყურება. აი მეგობრებო, პირდაპირ გახლავთ მინდა ციხე, რომელიც გადმოცემის თანახმად რატო ქვია, ანუ მინდა ციხე, თამარ მეფემო გამოიარაო ამ ადგილასო და მინდა ციხე აქო რა, ანუ უთქვია და დაარქვეს მინდა ციხე. ვიმყოფები ახლა ბარაკონთან, ეს გახლავთ
მდინარე რიონისა და ლუხუნის ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი. მეგობრებო, პარაკონი ესე გამოიყურება, ჩემს უკან არის მდინარე რიონისა და ლუხუნის შეხვედრის ადგილი. ახეთ რა დიდებულია. მეგობრებო, უამრავი ხალხი არის აგერ სიყვარულის ჩანჩქერთან. რიმა არ გახვიდე ერთამი, ესე გამოიყურება სიყვარულის ჩანჩქერი. აი სიყვარულის ჩანჩქერი. ლეგენდის მიხედვითო, ვინც შევა შიგნითო გათხოვდებაო. გათხოვდებაო. ნახეთ სიყვარულის ჩანჩქერში რა ხდება. აი აქედან რამოდენი მეტრში არის პატაჟის ჩანჩქერი. ნიკორწმინდაში ჩამოვედი, რომელიც გახლავთ გუმბათოვანი ტაძარი. მე-10 საუკუნის მაგრამ მესამის ბრძანებით აშენებული. აი ესე გამოიყურება. აბა მოიხდეთ. წამოდი მე გადაგიღებთ. აი ნახეთ რა დიდებულია. ბევრი ცვლილება თავისი არსებობის განმავლობაში არ განუცდია ამ ტაძარს. აი ამ დეკორს ექცეოდა მე-11 საუკუნეში განსაკუთრებული ყურადღება ამ ჩუქურთმებს. აი ნახეთ როგორ გამოიყურება. მოხატულობა შიგნით უნიკალურია. მეგობრებო, ვიმყოფებით შაორზე. აი შაორის ხიდი. ეხლა გამოჩნდება შაორის ტბა. ფოტოები. ტელეფონით გადამიღე. შაორი, თავისი სილამაზი. მე ვერ გადავიღე. ჩამოვედით 9 ჯვრის ასასვლელთან. ეხლა დავიწყებ უკვე 9 ჯვარზე ასვლას. უამრავი ხალხია, უამრავი. ნახოთ აბა რა ვითარება ზევით.
ხალხია ჩამოსული. ავდივარ 9 ჯვარზე. აი მეგობრებო, ესეთი კიბეები გააკეთეს 9 ჯვრისაკენ მიმავალ გზაზე. გზებით პატარა ტაძარია. წმინდა გიორგის სახელობის. აი ესეთი ბილიკი მიდის მეგობრებო, ვინც არ ახართ ამყოფი, აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ. და ზევით რო ახვალთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არ გათამამდეთ, იმიტომ რომ გადასავარდნები არის. კი არის გაკეთებული სახელურები, მაგრამ მაინც. აი ყიბულის წყალსაცავი. ასეთი ხედები იშლება გზიდან და ნუ იგზევით ხო საერთოდ სასწაული ხედი იშლება. მეგობრებო, კიბეები გაფუჭებულია ზოგ მონაკვეთზე. ესე ამოდის ხალხი წვალებით. მეგობრებო, აი მეორე მონაკვეთი უკვე აღმართი საიდანაც იწყება. კიბეები არის ძალიან გაფუჭებული. ზოგან საერთოდ არ არის ზოგ მონაკვეთზე. ამიტომ როცა ამოხვალთ აქ, იყავით მაქსიმალურად ფრთხილები. აი, ხედავთ ალბათ. მეგობრებო, ბოლო მონაკვეთზე ვიმყოფებით. ნახეთ, აქედან რა ლამაზად მოჩანს ტყიბულის წყალსაცავი. აი, ზოგადად ცა როცა ძალიან მოწმენდილია. აქედან 9 ჯვარიდან მოჩანს შავი ზღვა. აი, შევით ახვალთ უკვე 9 ჯვარზე. აი. ეს ბევრად უკეთესია. ეს ახალია. ხო. ეს პარიზონის საფეხურებია და ეს ხისი ხოა. აი. ბოლო მონაკვეთი კარგად არის გაკეთებული. იქიდან არის ხვამლის მთა. უამრავი ხალხია. აი ოპა. აი წმინდა გიორგის ტაძარი. ბოდიში. აი. ნახე როგორ გამაგდო, გაიწიე. გონობა მე ხო გაისვე.
მეგობრებო, ჩამოვედი ვიმყოფები გოგნის წმინდა გიორგის სალოცავთან. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს ეკლესია არის მართლასასწაულო მოქმედი. რამოდენიმე წლის უკან ოჯახის წევრით, კერძო დედა მყავდა ძალიან ცუდად და შემთხვევით მოხვდი ამ ეკლესიაში და დავდი აღთქმა, რომ შესაწირს გავაკეთებდი თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და მოხდა ის, რაც მოხდა, როგორც კი ეკლესია დავტოვე. დედაჩემის პალატაში შევიდა ერთ-ერთი მამაო, შემთხვევით არაფერი არ ხდება და დასვა კითხვა თუ ვინ ეზიარებოდა და პაციენტებს შორის ერთადერთი დედაჩემი აღმოჩნდა, ვინ თქვა, რომ მე ვეზიარებიო. ეზიარა და იმ დღის მერე გამოკეთდა და რამოდენიმე დღეში გამოწერეს და წამოვიყვანე. აი გულწრფელად ვიძახი ამ ეკლესიაში განსაკუთრებულად გრძნობ თავს. აი განსაკუთრებულად და რა ვიცი, ვისაც გჯერათ ამ ყველაფრის, შეგიძლიათ ამოხვიდეთ, შეევედროთ თქვენი სურვილები და დარწმუნებული ვარ, როგორც უფალი ბრძანეს მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდესო, თქვენი სურვილები ასრულდება. ჩამოვედით გოგნის წმინდა გიორგში, მეგობრებო, რომელსაც კარუგდებელს ეძახიან. ძირითადად აქ უშვილო წყვილები ამოდიან და თხოვენ წმინდა გიორგის შვილიერებას. აი ეს პატარა ტაძარი ხა სადაც არის მე-7-8 საუკუნის, როცა ააგეს, რამდენი კარის დაკიდეს ეკლესიაზე, ყოველ დილით რანახულობდნენ, ჩამოგდებული იყო და ეძახიან კარუგდებელს. იმის სწორა მე რენდენა ჩამოყვა. აი, ამ ტაძარზეა საუბარი. წმინდა გიორგის კარუგდებელი. ეს ახალი ეკლესია გახლავს გოგნის. ძველი უკვე განახეთ, ეს უკვე ახალია. ისეა გაკეთებული, რომ ხერჯოლიდან რომ მოდიხარ, ჩანს, ანუ ყველაზე მაღალ წერტილზე აშენებული. ხერჯოლიდან რომ მოდიხართ, ის ყველაზე მაღალ წერტილზე აშენებული და